ვაპარებთ არა სტენდაპის სახით, მაგრამ დარდუბალა გქონდა ესეთი მულტსერიალი. აუ დარდუბალა. და ვაპარებდით კი არა, ისეთი დონით ვასხამდით იქ იმ დროინდელ მთავრობას რომ აქ ედიკა ის ყავდა თავისუფლება როგორ გქონდა კინის თარგამაძე დადიოდა რაღაც რობოტი დედას უხნავდით და არანაირი პრობლემა არ გქონდათ მაგას სულ თავისუფლება გქონდათ არავის შეუწუხებია არა აი არ მოსულა ხო არის თემა რომ ეხლა დადიან ვიღაცებს კი ძმაო არ შეხება არ გქონდათ მაგის შიში რომ შეიძლება დაგვაქვს ბუნებრივი ეხა ისეთ სამყაროში ცხოვრობდით 90-იან წლებ გამოვლილი ხალხი რომ იქ ადამიანის სიკვდილი იყო რაღაც ჩვეული ყოველდღიურობა იყო ანუ ეგეთი ბევრს არ ჯერა ეხა ჩემ შულსაც არ ჯერა რომ უყვები რომ ჩვეულებრივად კვდებოდა ვიღაცა და საწყალი იქ აფხაზეთის ომი მერე ეს ომი ეს ომი შიდა ომი გარე ომი აი აჯაფსანდალში წარმოედგინა და ცოტა დალაგებულ სიტუაციაში და უცებ უბერავ დარდუბალას და მოშვერილი გაქვს ორივე ხელი და ყველაფერს აგინებ ამ მთავრობას რა თქმა უნდა შიში იყო მაგრამ აი ზუსტად მაგ შიშის გადალახვაც მაგარი სტენდაპერობაა რა ანუ გამბედაობა იმის რომ აი ოღონდ ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთხელ მეორე შეურაცხყოფა ეს უნდა იყოს აი როგორც მაგალითად ის რომ იმ ქვეყანაზე ცუდ სიძახის და მხანს გულს ის უნდა იყოს აკაც რა ანუ გული უნდა მომხანოს ისე უნდა დაცინოს გინდა მთავრობას და გინდა კლიშეებს რაც ქართულია ხო და მაგას აუცილებლად ჭირდება ძალიან სიღრმისეული ანალიზი იმ ყველაფრის რაც ხდება ქვეყანაში ზედაპირზე ხა რა დონეზეც არის დღეს საქართველოში უმორი მეშინია ეგრე რომ გაგრძელდეს ისეთ ცუდ დღეშია და ისეთ რაღაცებზე რეაგირებს ხალხი და ხორხოცებს რომ აქ შენი აზრით საქართველოში ეგ პრობლემა თუ შეიძლება ეს საქართველოში იმე საქართველოში ძირის უფსკრულის ხო საშინელება რომ ჩავარდები უფსკრულია აი ეხლა რაც ხდება მაგრამ ხო არის უიმედობაც ხო არ არის ეხლა არა მე ვამბობ რაც ჩანს ეგ ხო თორე ესე არამთლად underground მაგრამ ესე ცალკე ნიშურად თემებში არის რა თქმა უნდა სტენდაპი არის ერთ-ერთი კარგი გზა დანახვებისა საზოგადოებისთვის აი აუცილებელია ვიტყოდი კიდე რა აი ერთ უნდა კონდეს თავისი სტენდაპი რომ თავის თავზეც ანუ ამ პრობლემებზე იმიტომ რომ ის თავის თავზე და თავის პრობლემებზე რო გადავ შენ საკუთარ თავს ხედავ რა იმის პრობლემებში და კი აუცილებლად ეგ საჭიროა რომ დავინახოთ რაღაცა სხვა კუთხით და თუნდაც ვიცინოთ იმაზე თუ რამდენად არ ვიცით რაღაცა ხო და არაფრით არ ვთანხმობ რაღაცას და მოსაზრებას რომ იუმორის კეთებას არ ჭირდება ერუდიცია, ცოდნა და ინტელექტი. არ ვთანხმობ მაგას. ვინც მაგას იტყვის, რომელ წიგშიც მაგას ამოვკითხავ, დავხურავ იმ წიგს, რას ქვია არ ჭირდება. არა, საუკეთესო კომიკოსები ძალიან განათლებული და ის რასაც ახლა უყურებ რომ რაღაც კუთხური იუმორი, წელსქვევითი იუმორი რაღაცა არარსებული პერსონაჟები გამოდიან ზოგი იმერულად, კახურად, აჭარულად, რაღაც სვანურ სადღა ეგ აი რა. და თან მithumetes ჩემი გამოკიდებულება საუბრის დასაწყისში პაროდიასთან დაკავშირებით გითხარი და აუ გული მერევა დედასფიცო. არ არსებობს სირცხვილის ესეთი კატეგორია ესპანური სირცხვილი გაგიგია? არა. დედასფიცო ძალიან მაგარი შეგრძნება და შეგრძნების დონეზე თქვენ გექნებათ ეგ. მაგრამ სახელი რო ეგ ხო არის? ვიღაცა რო აკეთებს და იმის მაგალითად სვენია. ხო, რაღაც ისეც არა შენიანი. დამოუკიდებლად უცხო ადამიანი და რაღაც ისეც რო იტყვის რომ რა თქვა აი ეგ არის ესპანური სირცხვილი. კრინჯი პონტი, კრინჯი სიტყვა. არა, არც კრინჯი კიდე კაი, ეს ესპანური სირცხვილი არის საშინელი. ეს ვაიმე არის, ხო? ეს რა თქვა? დასაკეთებს. აი ეგ არის ესპანური. რას თავს იღუპავს? იმის მაგივრად შენ გწხვენია. და ტელევიზორს თავს სულ ესპანური სირცხვილი. ეგ თემა რა, ანუ კარგი თემა რომ
ესპანური სირცხვილი ერქვას ამ ისეც. კი ბატონო. ნიშნულობ რა ეწეროს, აი ლოს-ანჯელეს ჰოლივუდი ხო აწერია და ესპანური სირცხვილი ეწეროს. დიდი ასოები. აქეთკენ კი მივდივარ. არა, უნდა ვეცადოთ რომ არ მივიდეთ მაგამდე რომ დაიწეროს ესპანური სირცხვილი და მაშინ უნდა გამნათლდეთ, განვითარდეთ. უნდა გამნათლდეთ, განვითარდეთ რაღაცა, ვისწავლოთ, ვეცადოთ ცოდნა გავუზიაროთ და ან გამოვან არა ხო, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმ უნდა ვცადოთ რა რაც ყველაზე დიდობაში რო ემოციის მომხდენი წიგნი გამეჩითა, ძალიან უბრალო წიგნი, მაგრამ დიდი აზრის მატარებელი, რომელიც გაატარა საზოგადოებამ იგივე ბრჭყალებში რაღაც პოლიტიკური ამბების გამო არის ლევონ ბერძენიშვილის წიგნიერების ევოლუცია. აი, მასტი მეგობრები ვართ დიდი ხნის თავიდან ბოლომდე ადამიანი გიყალიბებს როგორ მოხდა ეს, რატო მოხდა, რატოა კარგი წიგნის კითხვა განვითარება, არ არის სავალდებულო რომ აუცილებლად ქაღალდის იყოს ეს, ელექტრონული იყოს. მაგრამ იყოს, პადი გეჭიროს და იქ ესე სკროლი. პრობლემა ის კი არ, ძველებს გვევასება ვით წიგნში რაღაც სპეციფიური ისა არომატი ფურცელს, თან დაძველებულს მithmet. ვიღაცებს ეს მოწმ, მაგრამ განვითარდა საზოგადოება, გვაქვს საშუალება, რომ აი ეს თვალები გეღლება, აუდიო წიგნი იყოს, ანუ ინფორმაციის მიღება ეს სტიქიურად ნელ-ნელა უნდა შევწყვიტოთ რა, სკროლვა შევწყვიტოთ, გავიდეთ იმ ნიშნულზე, რომ მივიღოთ ის სკილები, ის უნარების ჩვევები და ის განათლება, რაც მე მჭირდება ამ საქმისთვის, რასაც ვაკეთებ. და თუ დავარქმევ ჩვენს მთავარ საკეთებელ საქმეს, განვითარებას, პიროვნულ განვითარებას ჩვენსას, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ლიტერატურას. მაგას ჩვენ ყველა იმას ვსაუბრობთ ხოლმე საუბრისას, პოდკასტის ჩაწერისას და წინას ნუმერთან ვისაუბრებთ წიგნებზე. ანუ ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე მაგას, რა მოახდინა გავლენა შენზე ყველაზე მეტად. ეხლა მე და ზუგან ვიცით ერთმანეთში. აი რა ყველაზე ესეთი გავლენიანი წიგნი. ლიტერატურა ისა, არა ლიტერატურა. ნოტარ დუმბოძის რომანები და მოთხრობები. რა თქმა უნდა, ესეთი იუმორისტული კლასიკა. მე რო მივხვდი იუმორის გზნობა რომ მაგ ნაწარმოებების კითხვის დროს მივხვდი. იმიტომ რომ პარალელურად მეგობრებიც კითხულობდნენ, აი შეჩემ რა გადაფიჩინდი რა არის ეგ სასაცილო და უაიშენს პატრონსები და მარტო მაგით არ ვიფარგლებოდი და მკვდარ და ცოცხალს ვაგინებდი ეგეთ ხელს. რა აი მაგას რო წაიკითხავ და ვერ მიხვდები, რომ რა სასაცილოდ წერს ადამიანი. აბსოლუტურად. მე წამოვიდა უკვე რახან დავინტერესდი ამ თემით, იქვე კომუნისტურ პერიოდს ყვები რა, იქვე იყო ილფი და პეტროვი და მაგაზეც, მაგრამ ჩაუჯექი. მე უკვე ცოტა რომ გაიხსნა საზღვრები ჯერომის მოთხრობები და ეს სამნი ერთ ნავში ზაღლის გარეშე. აუ, ეგენი იყო უკვე. ეხლა როგორც პირველ აღმოჩენებს ვაკეთებდი სტენდაპით, რომ დავინტერესდი ამ სტენდაპერებით და ეს რა მაგარი ყოფილა, ეგრე იყო ლიტერატურულად ესე რომ მოყვეთ. კიდე რამოდენიმე მარკ ტვენის სიგიჟე მოთხრობა არის ერთი, ბიძინა ბარათაშვილმა იბერვიზიაში მუშაობს მაგ დროს, აი კიდე რადიომდე პერიოდია, მომიტანა მარკ ტვენის მოთხრობების წიგნი. რუსულ ენაზე რა თქმა უნდა. და მარკ ტვენის მოთხრობებს წერდა, ეგეც არ ვიცოდი. ტომ სოიერით ვიცოდი მარკ ტვენი და ჰეკლბერი ფილმი. ხო და ბიძინა მომიტანა იმ თემაში, რომ პატარაზე დამასპოილერვა ჩაგაჭედებს, აი მაგრა იკაიფებ, მაგრა იცინებ. და რაღაცა ჟურნალისტიკა ტენისში არის ეგეთი მოთხრობა რა. ბოლომდე არ მოგიყვებით რა ხდება და როგორ ხდება. რომელიღაც გაზეთში მიდის უკმაყოფილო ადამიანი და ტენისი ეს არის იარაღებიანი შტატი და მიდის
რაღაც სტატიის გამო შეულებრივი სტენდოფია სროლები რაღაცები და ის ვინც მოვიდა იმაზე წერს ფრაზა ნახე რომ თან ეს ყვება ყველაფერს ისეთი ენით ეს შეულებრივი მოვლენა ნუ გამოიარა იმან ფეხში ესროლა იმან რაღაცა ესქნა ის ვინც მოვიდა სანამ წავიდოდაო მე კუბოვის მისამართი იკითხავ და ისე წავიდა დაჭრილი იყო რა საუბარი თან საუბარში ხდება სროლები ანუ ეს რატო დაწერა თან ის ესვრის მე და ამ საუბრის დასასრულს კუბოვის მისამართი იკითხა და ისე გავიდაო იქ ანუ ძალიან ისეთ მარგალიტებს ვიპოვით იქიდან საიდანაც მე სათავე ეხლა არ ვიცი მეზღება როგორ წიგნები იუმორის თეორია ანუ ეგეთი წიგნები რას ქვია ეს ფორმულები და რაღაცები მაგ ვიღაცებს აქვთ გაშიფრული და დაწერილი ანუ რაღაცა როგორ გავიხუმროთ სასაცილოდ ხალხში როგორ გავხდეთ იმისი რა ქვია წვეულების ყველაზე მხიარული და როგორ წავიყვანოთ ანუ რაღაც დეილ კარნეგისნაირ და ანუ ამ მიმართულებით სამოტივაციო წიგნებსაც იმაში რაღაცა ამერიკაში არის ლექტორი რომელიც ასწავლის ბიზნესმენებს ბიზნეს იუმორს და ასე შემდეგ ეთემები იცის მაგრამ გოგიჩამ და მაგრამ გადავხმდა და ის დაჟე მე მგონი გოგიჩას მეგობარიც არის ბიზნეს იუმორს ანუ იუმორის გრძნობას ასწავლის ბიზნესმენებს კორპორატიული იუმორი აი ხა მაგას გეუბნები ერთ-ერთში ჩვენი პირველი პრეზიდენტი ედიკა პირველი იყო თუ მეორე ხო პირველი ზვიადი მაგას ხო ეგ არსად წაკითხული არ ხონდა თანდაყოლილი ხონდა ანუ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ კომიკურად იუმორი ქონდა ხო ანუ იუმორით გაჯერებული საზოგადო მოღვაწე იყო თან აღიარებული საერთაშორისო ჯოუქები უყვარდა სულ რაღაცა გადაუდა არა რო გადაუდა ვიზი ხა სახლში და ჩვენ დონეზე ჩვენ როგორც ახლა ერთმანეთს ვეხურებ და ეს ვიღაცებთან გასული იყო და პლუს იმათთან გაშინაურებული ჩართული ამას რა თქმა უნდა დიპლომატია და დიპლომატიურად რო ეხუმრები ვინ იყო მაგ დროს ჰელმუტ კოლს ანუ ვიღაცას ეგეთი რაღაცეები თანდაყოლილი მგონია რა რაც არ უნდა იუარჯიშო კრისტიანო რონალდო მესი ვერადროს ვერ გახდები ანუ თანდაყოლილია ანუ ეგ არის იუმორში მე მგონი იდეალური ვერ ისწავლი რაღაცა შეიძლება ისწავლო და რაღაცა შეიძლება აიმაღო, მაგრამ მაინც თანდაყოლილი რაღაცა ის იჭიქჭილდება რომ სულთა მით რო წარმოვიდგინოთ თავში ხო უნდა დაატრიალო რამოდენიმე ვარიანტი რა უნდა თქვას ხარტი იუმორი რომ გამოგივიდეს ამის სკილი თავიდანვე ვისაც აქვს იმას ეს არ ჭირდება რაღაც ფაილების გამოძახება ოპერატიული არ ტვირთავს მაგ დროს იმიტომ რომ ის არის თანდაყოლილია ეგ თემა რომ რაღაც წკააბ და სადღაც უკვე ფიჩინდები მოვისმინე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იუმორში არის ინგლისურად მოსე ტაიმინგ ანუ რა დროში წკააბ ხო ტაიმინგ ვიძახი და ანუ მაგის სწავლა შეიძლება არ უარყოფ მაგრამ მაგაში რომ ესი გახდე წარმოვიდგინე ხო არა შანსია ვერც მარადონა, ვერც მესი. შინაგანი შეგრძნება უნდა გქონდეს ეს ორი მომენტის. კრისტიანო რონალდო იუმორში გახდები, თუ რა თქმა უნდა, ბევრს იმუშავებს. ყოველ დღეში თავისთავად იქნები უდაფასებულესი ადამიანი, შესაბამისად კომერციულადაც წარმატებული, მაგრამ მესი ვერ იქნები. ანუ ის არ გექნება რა. ოზუს დატვირთავ ყოველ ეგეთ ჯერზე ხარტყუმრობას. გადატვირთავ ხო? ხო ანუ გაჭედავ რა. მოგიწევს ჩართვა ოზუსი და ისე ვერ იტყვი რა. იცი რა, ბოლოს ალბათ ესეთი კითხვით დავამთავროთ. რას ურჩევდი ჩვენ ახალ არის მაყურებელს, ახალგაზრდა თაობას, როგორც გამოცდილი იუმორში გამოცდილი ადამიანი, აი რა ყველაზე მთავარი რჩევა რა იქნებოდა? ალბათ
ამ გრძნობის ვისაც ეს თანდაყოლილი აქვს არ დამალავს და გამომზეურებას ხშირად გამოყენებას ადამიანებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ამის მაგალითებიც გქონია ცხოვრებაში, რომ ვიღაცა ძალიან მაგარი იუმორის ზნობა აქვს და გამომყევი. ბიჭო, თემა რაღაცა ერთად ვიყოთ. მაგარი ნიჭი გაქვს. არ დაკარგო და მიდიან რაღაცა რაღაც ტრაილერის შემკეთებლებად, რაღაც სხვა სფეროში მიდიან. როდესაც მე უკვე თავის დროზეც ბავშვობაშიც რამოდენიმე მეგობარმა ეგრე გული მატკინა რომ არ გამოყო. მაგრამ მაშინ არ იყო ეს სფერო ისე კომერციულად მომხილვე. ეხლა საკმაოდ კარგი შემოსავლის პატრონი შეიძლება გახდე ამ სფეროს თუ იჭიერად გააკეთე. შეუულებრივად რა, ანუ საქართველოში ერთ-ერთი კარგი მაცხოვრებელი იქნება. პლუს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ YouTube-ი კარგად ეხმარება ამ ადამიანებს, უკვე ნახვების მიხედვითაც უფრო მეტის გადამხდელი გახდა, უფრო მომხიბვლელი გახდა YouTube-ზე რაღაცების კეთება, ანუ მურჩევდი რომ არ დაემალონ, არ შეინახონ დაძლევნის წინააღმდეგობები, რომლებიც გამოწვეული არის ძირითადად ოჯახში კონფლიქტი, რომ კარგი რა მამაჩემის სიტყვები მახსენდება ცხონებული, რა საკეთებ, რა ჭხანაობ, რა საქმეს მოკიდე შენ საქმეს ხელი რამე გააკეთე. ეგენი უნდა დააძლიონ, იგნორი ეგრევე და შეუბერონ, იმიტომ რომ სფერო არის რომელიც ყოველდღიურად ხდის ბედნიერად შენ რომ ამ სფეროში ხარ და ბედნიერად ხდის ადამიანებს, ვინც შენ გისმენენ და მეტი ბედნიერების გამშეარებლები ვიყოთ და ქვეყანას ძალიან ჭირდება ბედნიერი ბევრი ადამიანი და თუ ამ სფეროში ბევრი ვიქნებით, ბევრ ადამიანს გავაბედნიერებთ.